ზდბანდა მოგესალმებით დაგერმუნეთ ახალი ვიდეოთი. დღეს ვიდეოში გვექნება ჯეკოს ხრევის მორიგი ეპიზოდი. იმედი მაქვს მოგეზონებათ ეს ეპიზოდი, მოკლედ რაც ძალიან ბევრი ვიწონა ამ ვიდეოს ედიტზე. მოკლედ ჩემი მიმევის ჯგუფის ლინკი აღწერაში არის, გაწევრიანდით, დამაფოლოვეთ ინსტაგრამზე, რომელიც ამონათდება და გამოიწერეთ ჩემი დანარჩენი არხები, რომლის ლინკიც აღწერაში იქნება რა თქმა უნდა. და შეხაგი შევდგეთ ჯეკოს ხრევის 27 ეპიზოდი თუ არ ვცდები. მოკლედ მეგობრებო, ეს ჩვენი მარშრუტკა, რომელიც ასე გამოიყურება. აქ ცოტა დაზიანება აქვს, აქ, მაგრამ არ უშუალოდ გამოსწორდება, მაგრამ ესე საფულო შედეგი. ეს არის დასრულებული ჩვენი ეს აქ წერია ინგლისურად გადაზიდვების სერვისი. და მოკლედ აქ იქნება გადაზიდვები რა, ამ ობიექტისთვისაც და ისეც რა. ისე ტრაილერებით და სვოპირე ტრაილერები და სატვირთო მანქანებით გადაზიდვების გაკეთებას რა. ბაგ ბიზნესიც შემდეგ ვიდეოში ნახოთ. ესეც ჩვენი მარშრუტკა, რომელიც სერვისისთვის გამოგვადგება. შინდაც განახებთ, ესეთია, მოიცა. ესე განახებთ, უფრო კარგია. და შიგნით კიდევ ბევრი პროდუქტი დაეტევა აქ. მოკლედ, ეხლა ჩვენ წავალთ M6-ით და M6-ით დღეს უნდა გავაკეთოთ, შევღებოთ და ასე შემდეგ. გზაში არ გადავიღებთ არაფერს, უბრალოდ იქ რომ მივალთ და რომ დასრულდება. სანამ დასრულდება M6, მანამდე ბუგატს განახებთ რა. ეხლა პირდაპირ წავიდეთ ბუგატისკენ და M6 დავტოვეთ სახნოსნოში. მეგობრებო, ესე ჩვენი ბუგატი, რომელიც დაზიანებული არის, მოიცა ასე შეგახსენებთ. აქ ძალიან ბევრი დაგრუნტული არის, ეგრეთ წოდებული შპაკლი აქვს წასმული, დაზიანებული არის და ესეთი ვიყიდეთ ჩვენ რა. და და შეიძლება შემდეგ ეპიზოდში ლამასბრად შუშებით ჩაიბურება, ყვითელი სალონი აქვს, რაც ძალიან კარგია, მართლა უხდება ამ მანქანას. ესეთი ლამაზი საჭე, აქ კარბონი სალონში და აქ სპორტის აქ საჭეზე გვაქვს კომფორტი, ეკო და სპორტი. ეკო და სპორტი, აქ რა თქმა უნდა მაჩვენებელთა დაფა, რომელიც ასე გამოიყურება, და აქ 500, იმიტომ რომ 500 აქვს ამ მანქანას, 500 კმ/სთ აქვს ამ მანქანას. მოდი გავიარო ცოტა. დაუზენებე ჩამოვიდა. როგორც ეს 1000 ცხენი ძალაზე. 1000 ცხენი ძალა აქვს ამ მანქანას ქარხნულადვე. მოდი დრაგი გავანულოთ. წავიდა. ვიცით ყოველ შემთხვევაში 500 დავაგეტიოთ, აბა. დავაკეტავთ 500 უკვე გვიჭირავს. 300 უკვე მივედით, 350-მდე თუ გავედით. საბურავი ძალიან თუდი ჩამოვიდა. მაგას მე თურადად შევცვლით, ვიცი, ეხლა ვნახოთ, აქ რა მინდა. ნულიდან ასამდე არ გაზომა რატომაც. კაი, უკან დავბრუნდეთ და კახა გავზომოთ. ეგ არის უკვე 100, 150, 180, 200 უკვე დავდეთ. რას მიდის? M6 ხა დატოვებული იყოს გასაკეთებად. იცოდე ნელა დავაჭერ. მოდი გადავიდეთ და შედეგები ვნახოთ. 2 და 3-ში გავიარეთ 0-დან 100-მდე, 4 და 92-ში გავიარეთ 100-200, 800 კაი შედეგია. 0 და 60-მდე 2 და 2-ში და 1.5 გავიარეთ 10-ში ზუსტად. რაც ძალიან კარგია. მოკლედ ეხა
სანამ M6 დასრულდება, მოდი ამას შევიყვანთ. ეხლა შესაძლებლად შემდეგ ეპიზოდში ეს დასრულდება. დავედით. და აღზე სიახლეების იქნება როგორ 7-ზე ავალთ მალე ალბათ. და დიდი იმედი მაქვს რომ ავალთ და ნუ ნენდელა ახალი ვიდეოები დაემატება, მოკლედ მარტო ჩეკოს ცხოვრება აღარ იქნება. სპოილერი ასე ამოდის რაღაცის ტრაპეზი და ნუ მე როდესაც გორჩედებით შევნელებით ჩადის ისევ ქვემოთ. ხო, აღზე მარტო ჩეკოს ცხოვრება აღარ დაიდება, იმიტომ რომ ნუ არხს უფრო განვითარება ჭირდება, იმიტომ რომ 1000 გამოწერი გვინდა რომ გავწუროთ და ნუ სხვადასხვა ვიდეოები, კონტენტი კარგი იქნება რომ იყოს, იმიტომ რომ მარტო ჩეკოს ცხოვრება ეხა ნუ 1000 გამოწერისათვის მე მგონი ძალიან ცუდი კონტენტი იქნება, იმიტომ რომ აღზე უფრო ძირთადად ეს იდება რა, ანუ სხვა ვიდეოები არა, ამიტომაც ხო, უფრო მეტად სხვა ვიდეოების დაიდება, მაგრამ მაინც ჩეკოს ცხოვრება მაინც ილიდერებს, მაინც, იმიტომ რომ ამ კონტენტ ამ ვიდეო ამ ეპიზოდებმა ჩვენი არხი წაწია წინ. ხო, მოდი ხა სანამ M6 გაკეთდება, მანამდე მოდი ჩვენს დავიწყებულ CLS-თან მივიდეთ, რომელიც დიდი ხანია მართლა არ გვიტარებია. მოკლედ გადავждეთ მოდი CLS. არ გვიტარებია მოკლედ. რა თქმა უნდა 5 და 5 კომპრესორი. რა თქმა უნდა ქარხნულად არის, ქარხნულია ცოტა ცხენისძალები მომატებული აქვს. რომლის ნუ ესეც საბარგული, ძალიან დიდი საბარგული აქვს. ნუ ამის ფარები. და ამის მოდი ხა ხვას მოგასმენიებთ ამ მანქანისას. ესე ჩავდეთ. მოდი ხვას ბოლომდე აუწიოთ. მოდი ხა ასე ვიყო. როხა 8 ცილინდრიანი. რა მაგარი, აი მართლა მაგარი ხმა აქვს რა. ერთ-ერთი ხმა რასაც ვაფასებ Mercedes-ის მოდელებში რა. ნუ 8000 უკვე ვიშოვეთ აქედანაც, ნუ ეს ბიზნესი ნელა ვითარდება. აი მოდი გავიდეთ აქედან. და რა თქმა უნდა გავიდეთ ლამაზი კადრებით. მართლა მაგარი მანქანა არის. ამის ხმა არის ერთი დიდი სიამოვნება რა. არა მართლა მაგარი ხმა. მართლა ლამაზმანი არის. და მოდი არა მართლა მაგარი ხმა აქვს. ნუ ეს მანქანა ჯერჯერობით არ იყიდება. ჯერჯერობით ეს მანქანა არ გაიყიდება. მოდი მართლა ეს ფორმა რო აი შუშები აი ეს დიზაინი როდესაც ჩარჩო არ აქვს შუშას, აი ძალიან მოწონს მე პირადად CLS-ებში. ნუ ეს დისკები რომელიც ძალიან მოხდება და მოდი ხა განახეთ ერთ რაღაცას. მოდი ყველა კარები და ისინი დავხუროთ. მოდი ჩემ მანქანაში ჩავშდით. და ავტომატურად ყველა დაიგეთე.
და ჩავაკროთ. აი, მანქანა ძალიან მაღალი არის რა. და ნუ ამ მანქანასაც საბოლოოდ დავწევთ, თუ ენჯინები გაცითლებული არის. ნუ ამ მანქანასაც დავწევთ, აი, ძალიან დაბალზე დადგება, ანუ დავადავლეთ, აი ძის სიდიება მაქსიმალურად ქვემოთ. ოღონდ აქ იცით. და ნუ ძალიან დაბალი იქნება ეს მანქანა. ნუ როგორც იცით CLS-ებში ანუ აქ ერთი ბარი არის, ანუ აქ 4 კაცს ვერ ჩაისვამთ. და აი მართლა მაგარი მანქანა არის, აი იდეალური მანქანა არის. გასართობად და ისიც. კაი, ეხა მოდი ეს დავაყენოთ თავის ადგილზე და მოდი M6 გამოვიყვანოთ და ვაგაზაოთ ბონომდე. აი არა, ამის უკანა მხარეზე ვიждდი. მოკლედ გადავიდეთ ეხა. გადავიდეთ. აუ იმენ ეს ცხოლის და უკან დაждობის ხლაკი მერე ერთმანეთში ხოვნა და უმაგრესი მანქანას აქვს უმაგრესი ხმა. ნახეთ რა ლამაზი მანქანა არის და ესეც 8 ცილინდრიანია, 8 ცილინდრიანი როხა. კაი, გავეშით ხა და მივიდეთ M6. M6 რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა საბოლოო ჯამში. ნუ ეს დისკები რომელიც ძალიან მაგრად უხდება. შეიძლება ყვითელ ფრად ჩაიბურა შუშები. ნუ მანქანა გაძლიერდა. ხმაც უკეთესი აქვს ვიდრე ქონდა. ზედეთ. მოусმინოთ ხმას. მართლა მაგარი ხმა აქვს. და სიარულთაც მაგრად არის. მაგრად არის. ეხა მოდის ყველაზე კარგი მომენტი ჩემთვის, იმიტომ რომ ეს მანქანა უნდა ვაგაზაოთ, სანამ ვაგაზავთ, მოდი აქ გავჩერდეთ და გეტყვით ერთი ორ რაღაც, წამით რა გეტყვით შემდეგი პროექტი რას ვაპირებთ, მოიცა მოკლედ, ესეც ასე. მოკლედ, შემდეგი პროექტი რა იქნება და როგორ და რანაირად იქნება, მოკლედ, მაგასაც გეტყვით. ხო, როგორც ჩვენი Jeep Cherokee, რომელიც off-road მანქანად იყო და არის, ეხლა ჯერჯერობით არის, მაგრამ გვიდა რომ მოკლედ ეგ მანქანა დავასვენოთ. ეგ მანქანა არ არის ისე საოფროდის როგორც ჩვენ ვიყენებდით. ამიტომ გვინდა რომ სხვა მანქანა ავაწყოთ უფრო რომელიც უფრო კარგი ჯიპი არის ვიყიდოთ და ის გამოვიყენოთ ოფროუდისთვის, იმიტომ რომ ეს ოფროუდის ის არ ვარ, იმიტომ რომ ეს დიდად არის, ქალაქი ჯიპი არის რა დიდად ოფროუდის რაღაცისთვის არა რა. და მაგ მანქანასაც რაღაცები მოხსენით უკვე, წინ ჯალაბარი რა ქონდა და მაგ მანქანას ჩაოლები გასართო მანქანად იქნება. და ეგ მანქანა იყიდება სხვათა შორის Jeep Cherokee, შემდეგ ეპიზოდში გავყიდით კიდევაც. მაგრამ ერთ ვიდეოს მაგ მანქანაზე ჩავწეთ. ხო? და სხვა მანქანას ავაწყობთ მაგის ვაგრად, იმიტომ რომ არ გვინდა რომ ტანჯოთ. მოკლედ, ეხლა ნახოთ ესეც ასე. ესეც ჩვენი M6. წინ
ხო, ლედი გამორჩა და ეგ, გაგრძელება რომ დავად. აი, საკმაოდ ლამაზი მანქანა გამოვიდა. ეს მანქანა კარგ ხალხს მოგესახურება და მაგათ ბევრს ვიგაზავებთ, ბევრს ვისრიალებთ და წინ კიდე ამაზე დავბრენდავთ კიდევაც და ხო, შემდეგ ეპიზოდში კიდევ დაიბრენდება ეს მანქანა და უფრო ლამაზი გახდება. ასე რომ გამოიწერეთ ახლა არხი, დაალექთიდო და მე კიდე შევხვდით შემდეგში და ბოლოსკენ დაგიტოვებთ აი ამ მანქანის სანს. ესეთი ინციდენტი მოგვივიდა, შემთხვევით ახალ გაკეთებული მანქანა გავაფუჭეთ და ესე მოგვივიდა ეს შემთხვევა, მოკლედ უფრო კარგად დაგათვალიერებიებთ და აი, ვეცადეთ აი ეს დაგათვალიერებიებთ. ან შეგახედეთ ახლა მანქანას როგორ მდგომარეობაში, ნახეთ რა ვქენით ახალ გაკეთებულ M6. მაგრამ არა უშავს, ამ მანქანასაც გავაკეთეთ, რა თქმა უნდა და შემდეგ ეპიზოდში, დავასრულეთ ამ M6, იმიტომ რომ ნახეთ რა მდგომარეობაში ჩავაგდეთ. აი აქ, როდესაც აი აქედან გადავეწყვე, ზედმეტი გაზი მივეცი, აქ და აი აქ შემოვარდი, ძალიან ცუდად და ამ ბოდს გავარტყი, აი ამას. აი ამას დავეჯახე და აქ გამოვიდა. არა, მოიცა აგერა აი აქ. აი აქ შევეჯახე აი ამ ხეს და გავაფუჭე ჩვენი M6, მაგრამ არა უშავს. ყველაფერი გამოსწორებადია. ასე რომ შემდეგ ეპიზოდში ნახავთ ამ მანქანას დასრულებულს. დასრულებული იყო, მაგრამ რა თქმა უნდა, დიდ დავუტირე, მაგრამ არა უშავს. მაგრამ თავარია მანქანა გადარჩა და ეს პატარა დაზიანება მიიღო. ხო. ისე არ მეგონა თუ ასეთი დაუმორჩილებელი იქნებოდა ეს M6 და ვერ მეგონა რომ დავიმორჩილებდი, მაგრამ ვერ დავიმორჩილე. ასე რომ ეხა მოდი მოკლედ შემდეგ ეპიზოდში შევხვდებით.
მოკლედ იმედი მაქვს მოგეწონათ ვიდეო MX ცოტა კი მივალეწეთ, მაგრამ არა უშავს. ნუ შედეგი ეზოში უკვე კარგად გამზადებული იქნება. თქვენ მანამ დადაგოძეთ ვიდეოს დალაიქება, არხის გამოწერა და ნუ გამოიძეთ იმიტომ რომ გვინდა რომ 1000-ზე ავიდეთ. მე კიდე შევხვდებით შემდეგში.